ისევე როგორც ტრამპი ითხოვდა ზელენსკისგან, ისევე როგორც ტრამპი ითხოვდა ზელენსკისგან, რომ ის დათანხმებოდა 28 პუნქტიან შეთანხმებას და რუსეთისთვის დაეთმო ის რეგიონები, რომლებიც პუტინმა რუსეთის ტერიტორიებად გამოაცხადა, მაგრამ ბოლომდე ვერ აქვს დაკავებული ეს ხერსონის ოლქი, ზაპოროჟიეს ოლქი, დონეცკის ოლქი და ლუგანსკის ოლქი. ესე იგი აგერ უკეთესად ჩანს, აგერ ქალაქი ხერსონი, აგერ ქალაქი ზაპოროჟიე, აგერ ქალაქი დონეცკი და აგერ ვოროშილოგრადი ერქვა მაშინ საბჭოთა კავშირის დროინდელი ლუგანსკი. ანუ ტრამპი ითხოვდა, რომ თლიანად გაეყვანა ზელენსკის უკრაინის ხელისუფლებას, უკრაინას თავისი ჯარები იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც პუტინმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა და რაც ფაქტიურად ნიშნავდა უკრაინის კაპიტულაციას, რასაც არ დათანხმდა უკრაინის ხელისუფლება, რასაც არ დათანხმდა თვითონ სოფლიო დემოკრატიული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც არ დათანხმდა თვითონ ამერიკის საზოგადოებრივი აზრი და ამერიკის მართველი ამერიკის ოპოზიციური დემოკრატიული პარტია თუ დღეს მმართველობაში ყოფი რესპუბლიკური პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილი და გარკვეული განხეთქილება გამოიწვია თვითონ რესპუბლიკელ სენატორებს შორისაც, ასევე ახლა ნეთანიაჰუსგან ითხოვს, რომ მან გაიყვანოს ლიბანიდან ჯარები. ახლა რა ხდება? ვინაიდან ტრამპმა ვერ შეასრულა ზემოხსენებული დაპირებები, მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად ეცემა, როგორც მნიშვნელოვნად დაბლა დაიწია როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მსოფლიო მასშტაბით, რაც დადასტურდა შარშან ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მერების, გუბერნატორებისა და სხვადასხვა ტიპის არჩევნებში, სადაც დემოკრატიული პარტიამ მნიშვნელოვანი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება ძირითადად დემოკრატიული პარტიის რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ, დემოკრატიულმა პარტიამ, ხოლო რესპუბლიკურ პარტიას მოგეხსენება დონალდ ტრამპი წარმოადგენს. ასევე უნგრეთში დონალდ ტრამპის მიერ პირდაპირ აშკარად მხარდაჭერილმა ვიქტორ ორბანმა და მისმა პარტიამ, იმ პარტიამ, რომელსაც ის წარმოადგენს, ფიდესმა გამანადგურებელი მარცხი იწვიეს უნგრეთში, ეს ადასტურებს, რომ ტრამპის რეიტინგი ეცემა და როგორც ჩანს, ახლა ტრამპი ცდილობს, რომ რამენაირად რეიტინგი იმისათვის, რომ რეიტინგი გადაირჩინოს, მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ შეასრულა ის დაპირება, რა დაპირებაც მან დადო ირანის მიმართულებით, მან მოგეხსენებათ, როდესაც ვენესუელაში ჩაატარა მართლაც რომ უპრეცედენტოდ კაცობრიობის ისტორიაში შეიძლება ითქვას უპრეცედენტო ოპერაცია და შეიპყრო ნიკოლას მადურო. ამის შემდეგ მოგეხსენებათ, ამ დროს ირანში დაიწყო საპროტესტო აქციები, ტრამპმა მოუწოდა ირანელ ხალხს, რომ გამოსულიყვნენ ქუჩაში და დახმარება გზაშიაო. ამას მოყვა ის, რომ 10,000-ობით ადამიანი, ლაპარაკი არის 20-დან 40,000-მდე ადამიანზე შეეწირა, რადგან ირანის რეჟიმის მიერ სასტიკად იქნა დარბეული საპროტესტო აქციები და შემდეგ, როდესაც ტრამპმა დაიწყო იქ ოპერაცია, ფაქტი არის, რომ უკვე ამდენი ხანი გადის, ის ატარებს ოპერაციას, მაგრამ მან ვერ შეძლო ირანში რეჟიმის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ირანის რეჟიმის არაერთი ლიდერი იქნა მოკლული ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ისრაელის მიერ. იქ რეჟიმი მაინც არათუ დარჩა, არამედ ახლა უფრო სასტიკი დიქტატურა არის, დღეს უფრო სასტიკი ავტორიტარული რეჟიმია ირანში. მოგეხსენებათ, უკვე 5 თვეზე მეტია, რაც ინტერნეტი გათიშულია ძირითადად ამ ხელა ქვეყანაში, 90 მილიონიან ქვეყანაში და ამ ვითარებაში ვინაიდან ახლა ტრამპი ვერ ახერხებს იმ დაპირების შესრულებას, რომ თუ სისხლს დაღურიდენის ლაპარაკობდა ირანში რეჟიმის შეცვლაზე და ბირთვულგან იარაღებაზე, ახლა ცდილობს ის რამენაირად დაამთავროს ომი და ლაპარაკობს, რომ აი ორმუზის სრუტის გახსნას, რაც შეეხება ორმუზის სრუტე გახსნილი იყო ომამდე და აბა მაშინ დაწყებას რაზი ჰქონდა და ახლა საქმე რაში არის, შეხედეთ და ამიტომ ახდენს ახლა ის ზეწოლას ნეთანიაჰუზე, შეხედეთ როგორი სიტუაცია. ირანის რეჟიმისთვის ძნელია დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, თუ არ შეწყდება ცეცხლი ჰეზბოლასა და ისრაელს შორის, იმიტომ რომ ჰეზბოლა მისი უახლოესი მოკავშირეა და ასეთ შემთხვევაში, როგორც პუტინის რეიტინგი მსოფლიო მასშტაბით, როგორც ძლიერი ლიდერისა ეცემა, იმიტომ რომ მან ვერ გაბედა დახმარებოდა ნიკოლას მადუროს, მან ვერ შეინარჩუნა ბაშარ ასადი, მისი მოკავშირეები ვერ ეხმარება ირანის დღევანდელ რეჟიმს და ასე შემდეგ. თუ ირანის რეჟიმი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას ისე, რომ ჰეზბოლასა და ირანს შორის ცეცხლი არ იქნება შეწყვეტილი, მაშინ ეს რა თქმა უნდა ირანის რეჟიმის პრესტიჟს თავის მოკავშირეებში შელახავს და აქედან გამომდინარე, ამიტომ ახდენს ზეწოლას ისრაელის ხელისუფლებაზე ტრამპი, რომ რამენაირად ეს
მას რო რამენაირად ფორმულად თუნდაც ცოტა ხნით მაინც შეწყდეს იქ ომი ახლო აღმოსავლეთში, რომ ამერიკის კონგრესის არჩევნებისათვის ნოემბრის დასაწყისისათვის ცოტათი მაინც რო აიწიოს მისმა რეიტინგმა, ან უფრო რო არ დაიწიოს ვიდრე ახლა არის, რადგანაც დღევანდელი გამოკითხვებით ექსპერტები დაახლოებით 80%-იან ალბათობას დებენ იმაზე, რომ დემოკრატიული პარტია როგორც მინიმუმ ქვედა პალატაში, ანუ წარმომადგენელთა პალატაში მანდატების უმრავლესობას აიღებს, თუმცა არც ზედა პალატაში კონგრესის, ანუ სენატში არ გამორიცხავენ, რომ დემოკრატიულმა პარტიამ აიღოს უმრავლესობა. და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ტრამპი ცდილობს რომ რამენაირად ცეცხლის შეწყვეტა რაღაცნაირი პირობებით მაინც რომ შეძლოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ისრაელისათვის ეს არ არის იოლი ისრაელის ხელისუფლებისათვის, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ისრაელის იქ საკმაოდ დაძაბული ვითარება არის, მოგეხსენებათ და ახლა ისრაელის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ახლა თუ გაიყვანს იქიდან ჯარებს და მე შემდეგ ისევ თუ განახლდება იქ ცეცხლის ხაზი და ხელმეორე თუ მოუწევს მე ისე იქ ჯარების შეყვანა, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ისრაელის საზოგადოებრივი აზრი რა თქმა უნდა შემდეგ ხელისუფლებას პასუხს მოსთხოვს. და მოკლედ ასეთი საკმაოდ დაძაბული და საკმაოდ ისეთი რთულად დეტალებში ჩასახედი სიტუაცია არის ახლა შექმნილი. ახლა რაც შეეხება იმას თუ რატომ ვერ შეძლო ტრამპმა ირანის რეჟიმის შეცვლა. ირანის რეჟიმის შეცვლა ტრამპმა იმიტომ ვერ შეძლო, რომ ტრამპმა ვენესუელის ოპერაციის შემდეგ, როდესაც მოუწოდა ირანელებს, რომ გამოდით ქუჩაში თქვენი მმართველი რეჟიმის წინააღმდეგო და ჯერ საქმე იმაშია, რომ ამერიკიდან იქ იმ რეგიონში საკმარისი ძალები არ ყავდა იმ მომენტისათვის ამერიკას და მოგეხსენებათ ავიამზიდები და სხვა გემები იქნა გადაყვანილი, მაგრამ დაახლოებით 3 კვირა გააჩნია აქ ირანის ნაპირებამდე რომ მივიდეს. დაახლოებით 3 კვირა გემებს მხოლოდ გზაში უნდათ, რომ იქამდე მივიდნენ. გარდა ამისა, ტრამპი ცდილობდა რომ დაემხო იქ რეჟიმი, შეხედეთ ჰაერიდან და სარაკეტო დარტყმებით. რატომ? იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ახლა ირანი არის დაახლოებით 90 მილიონიანი სახელმწიფო. თავისი უზარმაზარი ტერიტორიით, რთული რელიეფით, უდაბნოებით, ტყეები, მთები, შეხედეთ როგორი მთიანი იმითი არის დაფარული ირანის ტერიტორია, როგორი მთებით, ქედებით და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე, მაგალითად იმისათვის რომ და ამ ხელა სახელმწიფოში თან ამ სიშორეზე, როდესაც კომუნიკაციები ასეთი გაწელილია, მხოლოდ ჰაერიდან და შორიდან სარაკეტო დარტყმებით ხელისუფლების შეცვლა ეს ძალიან ძნელია. და ხოლო ის რომ და ახლა რაც შეეხება იმას, რომ თქვათ ისე რომ მხოლოდ ჰაერიდან და სარაკეტო დარტყმებით ისე რომ არ გადაიყვანოს დიდი რაოდენობით სახმელეთო ჯარები. მაგალითად და ახლა დიდი რაოდენობით სახმელეთო ჯარების გადაყვანა ახლა ტრამპისთვის არის ძალიან ძნელი და რატომ? იმიტომ რომ ახლა მას ხშირად შეახსენებენ მის წინასაარჩევნო დაპირებას, რომ თუ გინდათ რომ თქვენი შვილები ომში არ წაიყვანონო, მაშინ მე ამირჩიეთ პრეზიდენტადო. ახლა